ხვდება რომ რაღაცა ღმერთისგან ესე არის მოწოდებული. რომ ის განმანათლებელი უნდა გახდეს ამ ქვეყნისა და ერთი წამით უკან არ დაუხევი, ერთი წამით ამ ჯვარზე უარი არ უთქვამს და მან ბოლომდე ზიდა შეიძლება ითქვას ეს ჯვარი და საოცარი აღსასრული აქვს. არ ვიცით თურქებმა აჩეხეს ხომ? ანტითურქული პოზიციის გამო. ჯერ გადაასახლეს. მაშინ დაიწყო სწორედ თურქეთ-ვლახეთის ეს ომი და ანთიმოზ ივერიელს საერთოდ მსახურების უფლება აუგრძელეს, იმიტომ რომ ის წინააღმდეგი იყო თურქებისა და ბუნებრივია ამ რაღაცა რევოლუციურ მოძრაობაში დასწამეს, ესე იგი ცილი რომ თითქოს ის რაღაცა რევოლუციას აწყობდა თურქების წინააღმდეგ და ამ დროს თურქები უკვე შემოჭრილი იყვნენ, იპყრობდნენ ქვეყანას და ბუნებრივია წინააღმდეგი იყო. ამიტომაც შეუჩერა ოფიციალურმა ეკლესიამ მას მსახურების უფლება და მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადაესახლებინათ. ოღონდ გაატანეს თურქ ჯარისკაცებს და ამ თურქ ჯარისკაცებს ჰქონდათ თან წერილი. არ ვიცი იცის თუ არა ჩვენმა მაყურებელმა ეს საოცარი ისტორია, მაგრამ მართლაც საოცარი ისტორია. გაატანეს წერილი და გზაში გახსენითო უთხრეს ეს წერილი. რომ გადახვალთ საზღვრებსო, აი რომ გაცდებითო დედაქალაქსო და ღამე უნდა მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ დღისით შეიძლებოდა დიდი აყალმაყალი მოყოლოდა ანთიმოზ ივერიელი ძალიან უყვარდა ხალხს და ამიტომაც უნდათ რომ ჩუმად გასულიყვნენ, რომ გახვალთ მერე გახსენით წერილი. რომ გახსნეს ეს წერილი, აღმოჩნდა რომ ბერძნულად წერია და არიციან ამ თურქმა ჯარისკაცებმა ბერძნული ენა და სთხოვეს ანთიმოზ ივერიელს რომ წაგვიკითხე რა წერია და ის უკითხავს რომ ამ წერილში წერია რომ მე უნდა მომკლათო დამჩეხოთო ნაწილ-ნაწილო რომ ჩემი გვამი არ იპოვონო და მდინარეში უნდა გადამყაროთო რომ რაღაცნაირად ესე იგი არ აღმოაჩინონო რომ მე ესე მოკლოდი. ხო შეიძლება რომ არ წაეკითხა. რა თქმა უნდა თურქებმა ეს უთხრეს. გაოგნებულები იყვნენ თურმე ჯარისკაცები რომელსაც უწევთ თქვენ რომ გეთქვათ რომ ახლა წერია რომ აქ ჩუმად გაუშვითო გააპარეთო იმიტომ რომ ესეთი პატივსაცემი კაცი ჩვენ ამას აუცილებლად დაგიჯერებდითო და აუცილებლად გაგიშვებდითო და ნუ ეხლა ბრძანებად მივიღებდით ამას იმიტომ რომ ეს წერილი ბრძანება არისო და ეხლა ეს ბრძანება უნდა შევასწრო ანთიმოზ ივერიელმა უთხრა რომ კი უნდა შეასრულოთ თქვენი იმიტომ რომ თქვენ ამის გამო დაგსჯიან თუ ამ ბრძანებას არ შეასრულებთ და ასეთია მისი აღსასრული და ასეთია ამ კაცის ბედი რომლის საფლავიც კი არა გვაქვს და მისი გვამი არც კი ვიცით რომელ მდინარეში ნუ სადღაც პირობითად ვიცით მაგრამ რომელ ესე იგი მდინარეს გაატანეს არ ვიცით ხომ ერისკაცობაში ანდრია ერქვა მაგრამ ანდრია ერქვა ეს ვიცით და გვარი არის რაღაცა ვარაუდები მაგრამ ზუსტი ცნობები ჩვენ მის შესახებ არ აქვს